ჩემზე ზუსტად როგორც ბაჩუკი ძალადობდა იარაღით და ისე მისი ძმა რო გამოვიდა ციხიდან და ერთ კვირაში წამოვიდა მთაში და პირველი ძალადობა განახორციელა მალხაზი ჩხუნიანი. ნატა ვიბლიანი 1990-იანების დასაწყისში მომხდარ საზარელი ძალადობის ეპიზოდებს იხსენებს. 4 ადამიანის მხრიდან ხდებოდა თქვენი გაუპატიურება? კი. ამბავი, რომელიც 9 წლის გოგოს მიწიერ ჯოჯოხეთს აღწერს, საზოგადოებამ პირველად თამუნა მუსერიძის პოდკასტით გაიგო. მამის გარდაცვალების შემდეგ მასზე 4 ნათესავი მამაკაცი წლების განმავლობაში სექსუალურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. მე როცა ვიყავი ორსულად მაგიცოდა თელმა სოფელმა, თელმა ჩემმა ნათესავებმა. წამიყვანეს მე საერთოდ არ ვიცოდი სამშობია რომ მივდიოდი, ისიც არ ვიცოდი. მე მეგონა მე თავიდან ჯერ სახში დამწყეს რაღაცა სითხეების მასნაირნია სითხეები ბალახებიდან დამზადებულს, რამაც კინაღა მომკლა, სიკვდილამდე მიმიყვანა იმ წამონმა. ძველ ხალხურ მედიცინაში არსებობს ორი მცენარე, ნაღველა და კავკასიური დედაფუტკარა, რომელიც ადრეულ მშობიარობას იწვევს და ნაყოფს აზიანებს. ნატას აღწერილი მცენარე სავარაუდოდ სვანეთის ალპურ ზონებში გავრცელებული ნაღველა იგივე გენტიანაა. შხამის შემცველი ბალახი, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშია. მშობიარობით, მშობიარე ბავშვის მარტო ხმა გავიგონე როიტირა და თმები დავინახე კარებში რო გაქონდა და ექთანმა იკითხა ბავშვს რა უყო. ანუ ექთანმა და ყველამ იცოდა რომ ბავშვი მოსაშორებელი იყო, მაგის ცოლებრივ მშობიარობა არ იყო. მაინც იკითხა მდიმან ექთანმა ბავშვს რა უყო და იქ გასცეს პასუხი რომ მოკალი. ემიგრაციაში მყოფი ნატა ვიბლიანის ინტერვიუ სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო. ეს არ არის მხოლოდ ნატა ვიბლიანის საქმე. ეს არის ყველა იმ ძალადობა გამოვლილი ქალის საქმე, რომელმაც წარსულში, ან თუნდაც დღეს გადის ასეთ მძიმე დღეებს და ეშინია საუბრის. გამოძიებაც დაწყებულია, თუმცა დაზარალებული სტატუსი ჯერ მისთვის არ მიუნიჭებიათ. ფაქტობრივად არანაირი სახის მტკიცებულებები ჯერჯერობით ხელთ არ გვაქვს. გამოძიება დაწყებულია გაუპატიურების მუხლით, რაც შეეხება დამნაშავეთა პირთა წრეს. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს პირთა წრე, რამდენი ადამიანი იყო ამ საზარელ ქმედებებში ჩართული. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჯგუფურობის მუხლი, როგორც ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოება დაემატება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, ყოველ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ამ ყველაფერს გვიჩვენებს აუცილებლად გამოძიება. ნატა ვიბლიანს მხარდაჭერა გამოუცხადა ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა. ქალთა მოძრაობის წევრი იდა ბახტურიძე განმარტავს, რომ ამ და სხვა სექსუალური ძალადობის საქმეებში პასუხისმგებლობა სახელმწიფომაც უნდა აიღოს. ეს არ არის ერთი კერძო შემთხვევა და ეს პოლიტიკური საკითხია სახელმწიფოსთვისაც, სადაც სექსუალური ძალადობა, პედოფილია და გაუპატიურების საქმეები ყველაზე ტაბუირებულია, ჩვენ არც კი ვიცით მისი მასშტაბი, სახელმწიფომაც არ იცის მისი მასშტაბი და ყოველ ასეთ შემთხვევას უნდა ეკიდებოდეს განსაკუთრებული სიფრთხილით სახელმწიფო იმისთვის, რომ გამოიძიოს ეს კონკრეტული დანაშაულიც და შესაძლებლობა შექმნას სხვა მსგავსი დანაშაულებების გამოვლენის. შემზარავი ისტორია, რასაც ნატა ვიბლიანი ყვება, აშიშვლებს მისი საქმის დამნაშავეთა წრეს, რომელიც შესაძლოა გაფართოვდეს. ხილულს ხდის მანკიერ პატრიარქალურ პრაქტიკას, მსხვერპლის დადანაშაულებას. ეს ყველაზე მეტად სოციალურ ქსელში გამოხატული რეაქციებით გამოვლინდა. ჩვენ საჭიროა ამაზე უფრო მეტი ვისაუბროთ და როცა მით უმეტეს ასეთი ქალები გამოჩნდებიან და საუბრობენ ხმამაღლა, კი არ უნდა დავუწყოთ დადანაშაულება სად იყო აქამდე, არამედ დავსვათ კითხვა, რატომ ვერ საუბრობენ ქალები და ბავშვები ძალადობაზე, რა შევთავაზეთ, რა დახმარება შევთავაზეთ მათ და რა პირობები რომ ეს ესაუბრათ და როცა ხმა ამოიღო, მაშინ როგორ დავიცავით. ეს არის კითხვა მთავარი. 2025 წელს საქართველოში ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის, სხვადასხვა ფორმისა და სექსუალური ექსპლუატაციის 180-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. 189 ბავშვი დაზარალებულაცნეს. ეს რიცხვები მხოლოდ აისბერგის წვერია. დედაჩემის მხარეს, თელ სოფელს ვადანაშაულებ იმაში, რომ
შეეძლოთ მაშინ მეც გადავერჩინე და ჩემი შვილიც გადაერჩინათ და მე რა სრულწლოვანი ქალების შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლესი მონაცემებით 9 თვის განმავლობაში 200-მდე გაუპატიურების შემთხვევა დაფიქსირდა. მე ერთი საშინელი შემთხვევა მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, როდესაც გოგო გააუპატიურეს ჯგუფურად, ეს მოხდა სამეგრელოში, სხვათა შორის და აქ არც სამეგრელო არ არის სარფშუაში და არც რა თქმა უნდა სვანეთი და ეს არის ჭირი, პატრიარქალური ტოქსინები თუ პატრიარქალური წესრიგი და იქ ერთმა ჩემმა ძალიან ოჯახის ახლობელმა თქვა ესეთი რამ, რომ ფეხებიო კარგად უნდა გადაეჯაჭვაო ამ გოგოსო და ვერ გააუპატიურებნენო და მახსოვს 14 წლის ვიყავი და ძალიან განვიცადე. ფემინისტი ფილოსოფოსი სიმონ დე ბოუარი გაუპატიურებას პატრიარქატის ერთ-ერთ მთავარ იარაღად განიხილავდა, ხოლო ერთ-ერთ საყრდენად ქალების იმ ჯგუფს ასახელებდა, რომლებიც პატრიარქატს ნებით თუ უნებლიეთ გაურიგდნენ. ქალებს ბავშვობიდანვე ესე ვთქვათ გვაძულებენ ერთმანეთს და გვაჯიბრებენ თითქოს ერთმანეთს, რომ აი ის როგორიც არის, ისეთი ბოზი ჭყალებში, ხო? ნუ იქნები ესეთი, რომ უნდა აუცილებლად ჩვენ ვიყოთ სხვანაირები და სხვანაირი როგორია? სხვანაირი არის, აი, უნდა იყოს ქართლის დედა. მე არავის არ მეშინია ღმერთის გარდა არავის არ მეშინია დედამიწაზე. იმხელა სიმართლე მაქვს. სამივე გვარმა დამინგრია ცხოვრება წამართლა.